იყო დრო, როდესაც ქართულ ბავშვს კითხვის სწავლა უჭირდა. არა იმიტომ, რომ არ სწავლობდა, არამედ იმიტომ, რომ სწავლისათვის შექმნილი წიგნი არ არსებობდა. სიტყვები იყო მძიმე და უცხო და ისინი გულს ვერ ეხებოდა. ამას ხედავდა ახალგაზრდა მასწავლებელი იაკობ გოგებაშვილი. ხედავდა და აწუხებდა. იგი ფიქრობდა, ბავშვი უნდა სწავლობდეს ისე, როგორც უნდქავს, უბრალოდ, ბუნებრივად, სიხარულით. ერთხელ ადრე გაზაფხულზე ტყეში სეირნობდა. მიწაზე პატარა იები დაინახა. დაიხარა. ხელით ნაზად შეეხო. და იმ წამში თითქოს ყველაფერი გაიხსნა. სიმარტივე, ბუნებრივი სილამაზე და მაშინ გაიფიქრა, ასე უნდა იწყებოდეს სწავლაც. არა რთული სიტყვებით, არამედ მარტივით, რაც გულსაც წვდება. იმ დღიდან დაიწყო შრომა. წერდა, შლიდა, თავიდან წერდა. სანამ თითოეული სიტყვა ბავშვებისათვის გასაგები არ გახდა. და ასე დაიბადა ეს წიგნი. დედა ენა. წიგნი, რომელმაც ქართულ ბავშვს კითხვა კი არ ასწავლა მხოლოდ, არამედ შეაყვარა კიდეც. Baby